პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 21 ნიშნულით გაუარესდა. საქართველო ახლა 114 ქვეყანას შორის 135 ადგილზეა. პრესის თავისუფლების რეიტინგს რეპორტიორების საზღვრების გარეშე აქვეყნებს. ორგანიზაციის შეფასებით საქართველოში კრიტიკული მედიის ჟურნალისტებისთვის მუშაობა სახიფათო არა მხოლოდ რეპრესიული კანონების გამო, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. ორგანიზაციის თანახმად მედიის წარმომადგენლები ხშირად აწყდებიან სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფიზიკურ თავდასხმებსა და დაშინებას. ამ დანაშაულებს კი სახელმწიფო სათანადოდ არ იძიებს. მედიის მფლობელები ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო შინაარსს, როგორც ეს იყო რუსთავი 2-ის შემთხვევაში, ტელეარხის, რომელმაც სარედაქციო ხაზი შეცვალა ყოფილი მფლობელისთვის გადაცემის შემდეგ. ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, რომელმაც მთავრობის ჩარევა განიცადა. ქვეყანა სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის 2024 წლის ოქტომბრის, ფართოდ სადავო საკანონმდებლო არჩევნების შემდეგ. პოლიტიკური კლიმატი ხასიათდება ხანგრძლივი არასტაბილურობითა და რეპრესიებით, რაც ნოყიერ ნიადაგს ქმნის მედიაზე პოლიტიკური კონტროლისთვის. მედიაში პლურალიზმისა და გამჭვირვალობის გამყარების წინა რეფორმების საწინააღმდეგოდ მთავრობა მიიღო რეპრესიული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც მედიის დირექტორებსა და საბჭოს წევრებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს და შეუსრულებლობისთვის თავისუფლების აღკვეთით ემუქრება. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები ამჟამად კრძალავს მაუწყებლების უცხოურ დაფინანსებას და აფართოებს მაუწყებლობის კონტენტის სიზუსტისა და მიუკერძებლობის შეფასების პასუხისმგებელი მარეგულირებლის უფლებამოსილებებს. ამ მარეგულირებლის დამოუკიდებლობა კი სერიოზულად სადავოა. მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათ შორის რეპორტიორების საზღვრების გარეშეს მიერ აღწერილ მდგომარეობას გააპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მოქალაქეები თბილისში 2 მაისს პრესის თავისუფლების დღეს. მარში დამოუკიდებელი მედიის სოლიდარობისთვის, მზია ამაღლობელის თავისუფლებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის კვირას 20 საათზე ფილარმონიის ტერიტორიიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.